მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიღებთ X5-ს და ML-ს ძველთაობას და ძალიან მაინტერესებს ეგ მანქანები, იმიტომ რომ რეალურად X5-ის მართვის გამოცდილება მაქვს, მაგრამ ML-ის მართვის გამოცდილება არ მაქვს და გადმოცემით რაც ვიცი, ერთ-ერთი ძალიან კარგი მანქანებია off-road-ისთვის და ნახოთ რა გამოცდილებას მივიღებ. ხო და მე მზად ვარ და თუ შემზად ხარ? კი. დავით. მოვედით კარლიტოსთან ეს არის მისი X5. რა იშოვე? ეს ხო ყავს, ესეც ხო ყავს, ისიც ხო ყავს, პლუს კომპაქტი ყავს. რაი? კაი, ერთი-ორი სიტყვა მითხარი ამ მანქანაზე, შენ როგორ მოგწონს? მე ძალიან მომწონს. აი ეს როგორი პონტია, იცი? გარედან რო ყველას მოსწონს და შეგიდა შენ რო გიხეთქავს გულს, ეგ პონტია ზუსტად ეგ ხოთი. რატო? ეგეთია. ვისაც ყავს, აი ყველას ეგ პრობლემა აქვს. ყველას მოსწონს, ყველას უყვარს, სხვებს უფრო მოსწონს, უფრო უყვარს, მაგრამ აი რაღაცა აქვს. და პრობლემური რა აქვს? აუ, სავალი ნაწილი. სუსტია, იმენა სუსტია? აი წინ სავალ ნაწილში აი რა. ეხა ყველაფერი ვითომ ახლები დავაყენე. ყველაფერი კარგია, მაგრამ აი წინ რაღაცა მაინც ხმაურობს. აი ვერ ვიპოვე მიზეზი. რა ხმაურობს, მაგრამ ხმაურობს. კარლიტო მოვიპარეთ, წამოვიყვანეთ, მაგრამ ეს ვალების ფურსაც აწერხობა ხარ? ბიჭო, 13.1 რა ამბავია წვა. ესე იგი, ამ ხელა იმაში ეს დიზელი არც თუ ისე ეკონომიკური. მithumedas ამფასებში. ხო. ჩვენი ყველა მანქანა. რა შოვე ზმა? ჩვენი ვასილარი 6 ვენატურაში რანაირად გადაიხადა? რა ნატურა დაუყენე? რეალურად ისგანაც წამოვიყვანე აჩიკომ დააყენა და რამ გადაგახტევინა მეთქი რომ ვიტყვი მაგარია შეჭირვა უეკრენი ხრა და არა მართლა მაგარია მაგრამ არ ვიცი ვასილარისაც რას გინათებს ბიჭო ნოდამური რატო მომავალს ხედავ და არ გიგის 800 რა მომავალს ხედავ წინიდან ვიდმე რავი ცუდად იქცევა просто აუმთებ რა ემართება ვერ გეტყვი დანკინ აი ეს საწრუპი რა არის აი ეს რა არის გეხვეწები აი ამით რო უნდა დავლინო ვიხარი აი ეს აი აბა დავათვალიეროთ მე აი ეს ყველაზე კაი მზემ დააჭყიტა ეგრე ნახე ხელაპადურა ეს იშვიათია ხო ზოგადად ისე იშვიათია მუშა თორე ისე არ არის იშვიათი ნახე სანდამდე გადავიდა მაგარი დაჟე დაიხურა ხო აუ ეს ფულიანი ყოფილა ძმა რა ვიშოვე ხო რა იშოვე ამისთან აუ არა ეხლა რასაც უყურებ ძალიან მევასება კარგი ჯდომია კარგი სავერძლები აქვს კარგად უზიوار რა ინა რა მე არ მევდები ყავის დალევა მინდა უბრალოდ მეტი არაფერი ვერ დავლიე ჩემი დაკი თუნდა გვესპონსორებთ დათო ესე დალევს ხოლმე ყავს საწრუფის გარეშე არის პრობლემა ხო დათო სპონსორი მეც არ მაწყენდა სპონსორი კარლიტოსაც არ აწყენდა ერთօր შეჯიბრს ვივლიდი კინგზე ივლიდა შედეგს დავდებდი მე თავში ამივარდებოდა სიარულზე რას ვთქვი რა ერთი ორი სიარული დამას ბეასლესეთი გრძნობა მაინც რა ძველ მოდელებში აი რაღაცა კაი კარგად ვზივა რა ზედმეტად არ ქანაობს და ისეთი კი ზემოდან ვუყურებ იმას მაგრამ სიარულის მანერა ისეთი აქვს რომ არ მგონია რომ რაღაცა დიდი ჯიპში ვზივარ და კიდევ ისეთი ტროიკასავით ცოტა სედანივით დადის და თან სედანივით დადის და თან ზემოდან ვუყურებ ანუ ეს კომბინაცია როგორ გაკეთეს არის მაგრამ კაი და 800 ლარიანი ნატურები ხო ვაფშე მაგით უფრო მომწონს ეგ აჩიკოს დამსახურებაა აჩიკო მოაყოლა დიზელი რო ვაფშე არის მის მაგის თავარია გარედან არ დაუდგეთ რა გარედან ისმის მაგრამ ხო იმდენად მაგარი ეგრე გარეთ ბოლავს კიდევაც დიზელები არ ბოლავს საერთოდ არ ბოლავს მაგრამ ნამწუხვა აუ ვაფშე არაფერი არა აქვს მაშინ ზმობა ბენზინი ყოფილი გაწყვიტე თუ გინდა შუაზე აღარ კოლოფიც კარგად მუშაობს არ მუშაობს უდად რა მოვდი რომ რაღაცა ისევე რა არა კარგად მუშაობს კოლოფი საკმაოდ პანჩურები ეგეთ რაღაცები არა ბენზინივით ვერ იმუშავებს ახლა გარედან არ შემოწდა მეტი რა გინდა მანქანას რა რატო უყიდოთ ახლა მანქანას უყიდოთ ძველი მანქანები ყველა არა ყველა მარ უყიდოთ ჩვენ ვიყიდოთ წეღანაც ხო თქვი რა ხადავოიში არის წინ სავალში არის ისეთი რაღაცეები რაც ფუჭდება რა ანუ შარავოი და ქვედა სწორი გიტარა აი twins გუნავს რა და ეგ რაჭდება ფასის დაახლოებით რაჭდება მაგის გაკეთება ქვედა ორი გიტარა ვიყიდეთ ლენფორდერი ნუ იდეაში ორიგინალი და რაც იშოვება კარგი ეგ ვიშოვე მარტო ლენფორდერი და 300 ლარი ღირს
პრინციპში მე არაფერი არ შემეცვლი. ამორტიზატორი ეხლა რომ თქვენ მოგწონთ და კარგად დადისო, წინა მარჯვენა გასხმულია. აი, ხედავ, გასხმული ამორტიზატორით როგორ დადის და კარგი რა დაუყენო? როგორ ივლეს? ეგენიც ნაყიდი მაქვს ორივე. მეორადი აწყობილი. ვიყიდე 160 ლარა. წინა სავალში თუ რამე არსებობს. უგან ამანქანებს რა პრობლემები აქვს რაღაცა იჭერს. ჭრიჭინა და პატარა შტანგა აქვს ესეთი. პეტერე შტანგა. ეს სამურაის რო შლის ხოლმე რა, რა შლის? ეგ ის არის. ზედა გიტარას რას ეძახიან ბიჭო. ბუმერანგი გიტარა. ხო, ეგ არის. და რა მოსდის მაგ გიტარას? გიტარებს ესე არაფერი არ მოსდის, მაგრამ მე მგონი ბალკას მოსდის რაღაცა. არ ვიცი. ბევრი შემხატია X5 რა, რაღაცა ესე გაჩაჩქულები რო არის, ხო? ჩემი არ არის გაჩაჩქული. ვიფიქრე რომ მეთქი ესე იგი რაღაც პრობლემები აქვს, რომელსაც ვერ აღვარებენ მარტივად. არა, მარტივად არ გვარდება. მე დიდი სვერლოთი და შაროშკი თამართოვებდი. შემოწევენ ხოლმე ეგრე. მაინც იმას გავს რა, სედანის სიარულის მანერა აქვს რა. კი, მე და სედან მაღლა ხარ რა. აი ეს ბრაგუნა მაგარია. სალონში არ ბრაგუნობს. ну просто ის აი სერბილი არ გაქვს, მიხდი? მაღალი გამოლობის მანქანის რასაც ხარ მიჩვეულ და რასაც მოელი რაღაცაზე რომ გადაივლი რომ ტუკ აი ძალიან მარტივად იზავს, ეგ სერბილი არ გაქვს რა. ეგ უკვე Mercedes-ში. ხო, მაგრამ სერბილი ორნაირი არსებობს, ცოტა შეფასუხებელი, რომელიც ხანავაში გადადის და უგული გერევა. ეგ ეს მეტია რა. ხო, და აი რა ხო და მაინტერესებს ემელში არასდროს არ ვარ ნაჯდომი. არცვე არ ვარ ნაჯდომი არასდროს. სხვადასხვა მაინტერესებს როგორი იქნება. მე პატრონო მითხრა ემელისა, რომ უთხარი რომ ამას ვადარებდი, მითხრა რომ ვაფშე ყველაფერში ჯობიაო X-ი ამას. აი ვაფშე ყველაფერშიო. ერთადერთი გამავლობაში ვერანაირად ვერ აჯობებს, იმიტომ რომ ამ მანქანებზე ძალიან მაგარი გამავლობა აქვს. ამ მანქანებზე კარგად, კარლო, აი რავი რა გითხრა. Subaru Impreza არის, უბრალოდ მიგრესები. კი, კაცო. კი, მაგრამ ნახე, ვიღაცები არიან, ვისაც იმენა კონკრეტული ბრენდი უნდა. პლუს კიდე ნახე, შეიძლება მე მაქვს მთელი ცხოვრება Mercedes-ის გამოცდილება. კი, სხვა ბრენდიც მომწონს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ Mercedes-ის გამოცდილება მაქვს და Mercedes ვიცი ბევრი რაღაც და მაქვს ერთადი ინფორმაცია. ეხლა off-road-ის თემაზე როცა მივა საქმე და რო ვიცი, რომ მაგალითად ჩემ იმას ემელის გამოვლობას დააკმაყოფილებს, Subaru-ს ჯერ მარტო იმიტომ არ ვიყიდი, რომ არ ვიცი მაგის მოლა და თავს არა ვიტკიებ. Subaru ისეთი კაცი სიტყვაზე თორე აშუაშია Subaru უფრო. მე სიტყვაზე ვთქვი, ნებისმიერი სხვა რამე აი. მე უბრალოდ აი ვერ ვხსენებ, კარგად ვერ ვიყევი უბრალოდ, მაგრამ პროდუს მომზადებული ემელი უბრალოდ არ მახსენდება, ვინმე ყავს ან იგივე ყავს. მე მგონი ყავს. ესე არ დადიან. აკლად მოვედით და პირველი აი ამის პატრონი არის სულით BMW-ში კი ნახე. ამათ გადახრდა ის ახლა Mercedes-ი ამ ახალგის სერია. მე ვიგები. კაი, მე რო BMW-ში ნიკობაში არ ჩამეთვალს, იმიტომ რომ ყველა BMW-ში ნიკს მეძახის, თქვენ თქვით ახლა რომელი ჯობია ვიზუალურად. ემელი მაგარია. ემელი მაგარია? მე ვსვენები დიზაინი ბიჭო. X5 ძალამაზი დიზაინია, კაი, ემელი არ ვიცი, მაგრამ X5 რო ავიღოთ, ძალამაზი დიზაინი აქვს რა, რაღაცნაირი ბრუტალური მამაკაცურია. კარგვი ძედგას, ჩემთვის ძალიან კარგვი ძედგას. მაინც BMW-სეული ვიდი აქვს რა. მე ძალიან მომწონს X5-ის ვიზუალი, ყოველთვის მომწონს. აი ძალიან კაი ტიპია ჩემთვის X5, ხო? რაც შეეხება ემელს. ცუდი არ არის ბიჭო, აი რაღაცნაირი თავისი დახვეწილობა აქვს ნამდვილად. უბრალოდ ისეთი არ არის, რომ არ ვიცი თქვენ შეაფასეთ. გემოვნების საკითხია თავიდან ბოლომდე მართლა. კარგი სალონში ჩავიხედეთ ახლა. სალონს რაც შეეხება, აი ესეთი სალონი გვაქვს აქ. სავარძლები და სავარძლები მოდი ვაღიაროთ, რომ X5-ის ჯობია. აი ხა განახებთ X5-ის სავარძლებს და ნახავთ, რომ ჯობია. აი აქ გვაქვს Mercedes-ის ხელწერა რაც არის ეს მაკაგონები. მონიტორია. კლიმატ კონტროლი, ყველაფერი ეს არის გავაგებული. აი ესეთია საბოლოო ჯამში ეს მანქანა წინ. აი ესეთია უკან. როგორი ისინი აქ. ესენი როგორ აქ. დაჭმუჭნული. ეს ნახე Mercedes. როგორ აქ ისინი დაჭმუჭნული.
მაგარია. აღიარე რომ მაგარია. მართლა კარგია. არა ის ლამაზია. კარგად არის შუქურთმის გვერდზე წავ. სავარძლები როგორი იყო და თუ რომ გზავრობდი სანამ გავივლით შენ გითხარი? სავარძლები რო შეხედავ ლამაზია რა. რო შეხედავ? ანუ ესეთია. პიცარია. სწორია რა. საზურგეც სწორია. ხო. და ეს დასაბუთი. დისკებია გამორჩეული. დისკები არის უმაგრესი დისკებია მანქანაში. მაინტერესებს ძალიან როგორია სიარულში. ეხა X5 ვნახოთ რა, ვანახოთ ერთი რა არის სალონი ბიჭო და სავარძელი და ჯდომი. ეს არის ჩვენი X5. ესე გამოიყურება სალონი. Mercedes-თან შედარებით აქ რაღაცეები სხვანაირადაა ნამდვილად და აი თავიდან ბოლომდე მართლა გემოვნების საკითხია. ვიღაცას ის მოწონს, ვიღაცას ეს მოწონს. მე მართლა ვერ შევადარებ ახლა რომ აი ანის ჯობი, არა. იმას საერთოდ სხვა სტილი და დიზაინი აქვს, ამას საერთოდ სხვა სტილი და დიზაინი აქვს და შესაბამისად ვერ ვიტყვი ერთზე რო ცუდია ან მეორეს. ამის რა ვიჩუმია რა? აუ ვერ ვზივარ რაღაც. საჭი არ დადის წინ და უკან. მხოლოდ ზევით აკროვეთ გუძრავს. რა მაგარი საჭი აქვს რა არის ეს? და იმას ეგრერბილია, იცით რომ გადმოჟდა რომ ეს მაგარია? ორმუზი რანაირი აქვს? ბოლოში იჭერს. არა, XR-ბილი არის. კი, რბილი ბევრად არის რა თქმა უნდა. ამას აშკარად ხადავაში ბევრი რაღაცა გასაკეთებელი, ბევრი რაღაცები უკაკუნებს. მაგრამ მაინც რბილად დადის. და რაღაცნაირად შეკრულად დადის. მაგრამ არც ხნევ რაღაცა უკაკუნებს მაგრათან. და საჭეზეც გადმოაქვს ეგ კაკუნი. რა იქნება, კარლო? როლაური ალბათ. ჩემი აზრით, აი გზაზე უნდა გავიდეთ, უფრო მეტად რა გავიდოთ. არა, ის მიჯერ უგზობა მინდა, მაინტერესებს აქ ესეთ გზაზე როგორ დადის. აი გზაზე და თუ ყველაფერი კარგად არის. არა. არა, ძალიან უავიდან უკაკუნებს, მაგრამ თვითონ მანქანა ძალიან კარგია. არ ირწევა სხვათა შორის. არა. ვაფშე არ ირწევა. და ძალიან მიყვარს Mercedes-ისგან ახლა ეს. არ ქანაობს, ვაფშე არ ქანაობს, ძალიან კარგად დგას. და აი თეორია ასფალტი. აი მეგონა რომ ახლა ისე იხტუნავებდა რომ გული ამერეოდა, მაგრამ საერთოდ არ ქანაობს. მე თუ არ ეს და კიდევ ვსველოდი, მეგონა რომ მაგრა იქნავებდა. არა, არა. არა, ცუდი არა. просто საჭის მექანიზმი არის ძალიან ესეთი და ქანაობს. ანუ ნახე, ცუდ გზაზე არ იტყობს ქანაობას, იმიტომ რომ ესეთი ის არა აქვს ის ხარტე იქ და ამაზე ქანაობს. ალბათ გზაზე ვახდე. რაღაც კონკრეტული სიჩქარე წახდა. იქანავებს მაგრამ. გაზის პედალიც რაღაცნაირი აქვს, აი ვეჭიდავებ ისევად კომპლექს. პროსი არის ესეთი რა. ხო, იმენა ვეჭიდავ, ფეხი მეტკინა დადგმისგან. ქანაობს. არა, იცი, საჭესთან როზიხარ ვაფშე შეგრძნება არა, მანქანას იმორჩილებული. ხო, საჭე ნახე რანაირად, მაგრამ მე მგონია რომ საჭის მექანიზმის ბრალი არის. არა, მგონი რომ ის რულავოის ხვაც რო აქ ეგეთ თემაშია, იმიტომ რომ ნახე ანუ მაგას რულა აკეთებ მანქანებს საშუალო. ხო და მაგას გეუბნები. ლუფტი აქვს და ეგ მგონი იმის გამო რომ დაზიანებულია რაღაცა და არა ქარხნულად აქვს ეგ. მე რა Mercedes-ს ვშტაბობ ყველაზე ძველზე ეგეთი. აი ეს პატარა ვიბრაციები რა დოკუმენტ თან ქანაობს. და თან ეს ვირტყავს რაღაცა ის იმას აქვს. არა, ტრასაზე ვაფშე არ არის კომფორტული ამანქანა გზავრა. უკანა სავარძლები ძალიან არაკომფორტული აქვს, იმერს საზურგი აქვს სწორად. და ამას ცოტა გადახრილია. არა, სალონში ჯობია აშკარად აი. იმის სავარძელი არც იცი როგორ თემა, იმაში რომ ზიხარ გონია რომ 80-იანების მანქანაში ხარ და ამაში რომ ზიხარ რაღაცა 200-იანების გავს. ო დაიწყო კაკუნი დაიწყო რაღაცა კაკუნე. ეს ცხვირს იქნებს. არა, ეს ცუდი. ცუდი არ არის, მაგრამ
უარეს ველოდი. მეც უარეს ველოდი სიმართლე რო გითხრა. მაგრამ ეხლა ამით უნდა რა რომ მიდრე იმით. ბიჭო ეს ცხოველი არის, ვერ ვაჩერებ, ამას მიხდი, ვერ ვაჩერებ, ვერ ვიჭერ. იმას ვიჭერდი. ამას რას დაიჭერ შენ ბერვია. ეს არ ქანაობს. ბიჭო ამას როგორი ისაა, იცი? სპორტული ისაა. გომა უფრო. აი დედას ვიცავარ არ იგრძნობა ეს. ჩასვლასlo არ იგრძნობა. იმიტომ რომ თითქოს ესე კეცავს რა, აი ესეთ რაღაცას აკეთებს. მაგრამ აი როგორი ერთი ვაღიაროთ კარლიტო ახლა. ფსიქოლოგიურად ამაზე იმენა დაძაბული ვარ. აი იმაზე არ ვარ დაძაბული და ამაზე. ხო რა, ამაზე ხა დაძაბული ვარ რომ რამე არ გაუქმჭდეს. არა, ეხლა ამით რომ დადიხარ აქ დისკომფორტში ხარ რა, რომ მანქანა საფუჭებ რა. ხო, იმაზე არ ხარ ეგრე. ის ისე თავისუფლად გადადის ამ რაღაცეებზე. რომ კიდია რა. ეს ბრიგინებს თან. იმის მიუხედავად რომ დგომა ამას უფრო კაი აქვს უგზოობაზე, იმიტომ რომ არ ირხევა. იმაში უფრო თავისუფლად და კომფორტულად ვიყავ. აჰა, სწორგზაზე გადმოვედით. ნახე, ბიჭო, ცხოველი, ნახე. დაადგი მიდის რა თუ უნდა ჭიდაობა პედალს. უნდა ეჭიდაო რომ არ გაიქცეს, მიხვდი არ გაიქცეს, მაგაზე უნდა ეჭიდაო. ჩემი აზრით კარგია ეს ცაპკის ხმა იცი. რო ღუღუნებს. სანამ სოფრამ შემწრდი არ ქონდა. გუგუნი იმაზეც ხონდა ეხლა ცუდ გზაზე, სანამ გადმოვიდოდით 30 რომ მოდიოდა almost. და ის ამბობს მაგრამ იქნება. ძალიან კარგად დადის, კარგად დგას. მე რაც მომწონს ამორტიზაციას აკეთებს ძალიან კარგად და სპორტულად. ანუ შენ არ ირხევი, მანქანა წვება, ესე აწვეს სავალ ნაწილს. უბრალოდ თავისუფლად ვერ გადაიჯლიგინებ, იმიტომ რომ გადაიჯლიგინო, ძალიან შეიტყობს ეს მანქანა. შენ შეგაწუხებს და მანქანა ძალიან შეიტყობს. ის არ იტყობს. ანუ ის ბევრად რბილი და კაი ტიპი იყო მაგ მხრივ. ეხლა შენ აქედან ამ გადმოსახედიდან უყურებ, დღევანდელი გადმოსახედიდან, მაგრამ როცა იმ პერიოდში, როცა ეს მანქანები გამოდიოდა, მაშინ რა საჭიროებები ჰქონდათ ადამიანებს და ბაზარზე რა არჩევანი ჰქონდათ, მანდედან გამომდინარე უნდა უყურო. 2005-ში რა ისინი ჰქონდათ მანქანებს. რასა მომხმარებელს. დიდი არჩევანი. არ იყო, მაგას გეუბნები. რატო არ იყო დიდი არჩევანი? რა იყო? აი თუნდაც რომ უგზოობაზე რო ევლოთ ისეთი მანქანით, კომფორტული მანქანით რა არჩევანი იყო 2005-ში? და უგზოობაზე ვერც ეს წვიდა, უდაც და ვარსკვლავს ვერც ის. Range Rover-ი. რაც Range Rover-ი და თო ძვირია. ძვირი იყო და შენახვაც ძვირი იყო და ყველაფერი ძვირი იყო. კაროჩე, ოდნავ კომფორტული არის ემელი რა, უგზოობაზე. ოდნავ რა, კომფორტული არის რა. და ასფალტზე ის მერჩევნი. აი, სად გაიჭედა უკვე ნახე რა. ყოჩა. კაი, აბა ჩვენ როგორ ავალთ აქ. აუ. ესეც გაიჭედა. ბიჭო, დაუცინე, სად გაიჭედა მეთქი ეს აქ, ესეც გაიჭედა. აი ხა არ ჩანს აქ გორაკი. აგერ ძმაო, არაფერი არ ჩამირთავს. უფრო გაართულა დაკო. ჯერჯერობით რასაც უყურავთ Mercedes-ი, მაგრად ჯობნის რა, ესენ კი არ აღიარებენ, მაგრამ ჯობნის. ნუ მაგრად არ ჯობნის. რეალურად ისიც კარგად დადის, უბრალოდ ის ისეთია, რომ უნდა მოუფრთხილდა და ეს არ არის ეგეთი, შეგიძლია რომ შეაგდო და გაწირო.
ძალიან გაუთამამდი დათო. ნუ შენ კოლოფი გიბუქსავებს ბაზარი არა იმაზე კოლოფი ბუქსავს და რას ფიქრობ იცი იმას აქ ჰიდროხიტის პრობლემა და თავიდან გაზს არ აძლევს ესეთ არ მიყავს ხო და რა დიწყობას ვერ ვთქვი ორივე ერთნაირად იმაშოვა ფიქრობს რა ეს რესტაილინგია თორე არა რესტაილინგებს ის არა აქვს ბენზინი რა ის აბენზინი მოკავს და იმას აბუსავებს რომელიც მომენტში ჭირდება და არა რესტი რაც არის აქ კი არა იქ ვერავით მართლა ხო თორე ამას ფორმატიკი სისტემა აქვს ფორმატიკი იდეაში ეგრეა რა რომელსაც მეტი ძალა და გაიმოჩნდება კი იმაზე უშევთ ხის ხალხს და ესენი მაგიტოდიან უკეთესად ხო ანუ ეხა იმის ჰიდროხიტაში ფუქსავს ანუ გაზის მიცემის საშუალებას არ გაძლევს რა ანუ დგას ერთზე და დგას მაგრამ საბურობსაც ვერ აფუქსავს რო ან უჭირს და ვერ ადის და რაღაცა ეგეთი და რა საბოლოო ჯამში კაია მაინც არ ველოდე იქის გარანტას თეორია ეგ რესტია და მაგით არა რესტი ძალიან ცუდად დადის ვი არის ადამიანი ხო გეუბნებით ეს კი კარგად დადის მაგრამ მგონია რომ კამაში ვზივარ ისეთი ჯდომა აქვს უთხე საბურავი ბავშვი არ და ნახე და მაინც სამ ხო ნახოთ საბურავები ყველაზე კარგი ეგ არის ჩემი გაისა ყველაზე კაი ვანახე დავაი მოკლედ ორივე მანქანა გავტესტეთ რა პირობებიც ქონდა იმ პირობებში და ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი რომ X5 ვიზუალურად შემთხვევით ბევრად ლამაზია დანარჩენ შემთხვევაში უკვე ტექნიკურად რაც შეეხება ამ ავტომობილებს ორივე ძალიან კაია მე ორივე მომწონს და ვერცერთზე ვერ ვიტყვი რომ ერთ რაღაცა აქვს ცუდი და მეორეს რაღაცა აქვს ცუდი რა ორივე ძალიან კაი ტიპია გამავლობა ფაქტია რომ ორივეს ძალიან კაი აქვს ეხლა მძიმე ოფროუდში რა შვებიან არ ვიცი მაგრამ ორივეს ძალიან კაი გამავლობა აქვს უგზობაზე ორივე ძალიან კარგად დადის ტრაზაზე ზიარულს რაც შეეხება X-ი ბევრად კარგად დადის და Mercedes მაინც თავისი რწევა აქვს და დაერჩენი რა ვიცი ის ჩვენი ბიჭო ბარა სიტყვის ერთი წუთი ემელი მაგარია ემელი არ არის ცუდი ამდენად ხო არ ველოდი რა უკეთესი საბერძნულება მოახდინა ჩემზე ვიდრე წარმომედგინდა ხო არ არის ცუდი მართლა არ მოველოდი რომ ამდენად კარგი მანქანა იქნებოდა და სიმართლე რომ გითხრათ და რო არ მოგატყუოთ ჩემო მეგობრებო უგზობაზე სიარული რომ მჭირდებოდეს ML-ს ვიყიდდი იმიტომ რომ X-ით კი შეიძლება კარგად დადის და საერთოდ არ ჩამოვარდება მაგრამ შინაგანად განცდა მაქვს ისეთი რომ ვერა აი დაძაბული ვარ რა მაინც BMW-ს სახელი თავის ეშვება დაძაბული ვარ და ვერა და იმით არ ვარ დაძაბული და მიდი რა თავისუფლად ავიდა ეხლა რა X ცოტა დაეზარა. მოკლედ ეგ არის ამ ორი ავტომობილიდან მე ორივე მომწონს. მართლა ორივე ძალიან მაგარია და საბოლოო დასკვნა ის არის რომ იმ პერიოდში ეს ორი ბრენდი ერთმანეთის კონკურენტი ძალიან კარგ მანქანებს უშვებდა. დანარჩენი უკვე გემოვნების საკითხია, ვის BMW-ს ვიზუალი მოწონს, ვის Mercedes-ის მართვის სტილი და ასე შემდეგ. ვის ხასიათს რომელი ერგება ასე ვთქვათ რა. რაც თავარი არხის გამოწერა არ უნდა დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, იმიტომ რომ მინდა რომ 29 მაისამდე ავიდე 10-ს გამოწერზე 29 მაისს მაქვს დაბადების დღე, 29 წლის და მაქვს ოქროს დაბადების დღე და ძალიან გამიხარდება თუ მანამდე გავიდოდი 10-ს გამომწერზე. და კიდე დამიწერეთ კომენტარებში რა მანქანები შევადარო ერთმანეთს. ჯერ მიუყვები ასე ვთქვათ BMW Mercedes-ის ხაზს, მაგრამ მე ნელ-ნელა გადავალ უკვე Audi-ზეც და Volkswagen-ზეც და მსგავსი ბრენდის ავტომობილებზე მოკლედ და შემომთავაზეთ თქვენ რა ავტომობილები გადავიხოთ. აბა დროებით.